ეპიკური დაპირისპირება ორ მეგობარზე უფრო ახლო ადამიანს შორის. კი ბატონო. მაგრამ ერთ-ერთმა დაიყვირა წეღან რომ სპორტშიო მეგობრობა არ არსებობსო და იმედია მაგას ვნახავთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება რომ სპორტში მეგობრობა დღეს აქ ის 10 წუთი რომელსაც როგორ გაძლებენ არ ვიცით. კი, რთული იქნება, იმიტომ რომ დიდი დროა ძალიან. ყოველგვარი არ იფიქრეს თავიდან იმაზე რომ თუნდაც 2 წუთი ჭუბი ძალიან ბევრი არის და მით უმეტეს კიდე 5 რაუნდი, მაგრამ ნახოთ. იმედია რომ ორივე გიორგი გაკაჩავს და საინტერესო ორთაბრძოლას ვიხილავთ თუ არა და სასაცილოს მაინც მაგის იმედი უფრო მაქსიმალურად რო გითხრათ. მალე გამოლენ უკვე მებრძოლები. იქამდე კი მაინტერესებს შენი აზრი, რას ფიქრობ მაინც ეს შანსებზე? ეხლა ჩვენ მანამდეც ვკითხეთ და პრეს კონფერენციაზე ორივე ყოჩაღად გამოიყურებოდა აშკარა. ყველაფრის მე რაც ვნახეთ, აშკარა იყო რომ გიორგი კალატოზი არ გეგმავს რომ რაიმე დაუთმოს გიორგი გუნდიშვილს. და გიორგი გუნდიშვილი ზედმეტად 7 მომეჩვენა. ეს შეიძლება იყოს კარგის ნიშანით, შეიძლება იყოს ცუდის ნიშანით. იმიტომ რომ მეტოქის არ დაფასებაც თავის მხრივ ცუდია, მაგრამ საკუთარ თავში რომ დარწმუნებული ხარ, ეს სპორტსმენს ეხმარება. ანუ გიორგი გუნდიშვილის სიმშვიდეს შენ მაგითი ახსნა. მე მაინტერესებს პირველი რაუნდის სტარტი. როგორ დაიწყება, ეგ მაინტერესებს. რომელი ამ შემთხვევაში მოკრივ ეწავა წინ, ეგ მაინტერესებს. მასვიდალისნაირი დასაწყისი ვერ ვნახავთ, ხო ალბათ? მასვიდალისნაირი დასაწყისი გამორიცხული არის. მასვიდალისნაირი დასაწყისი თუ ვნახეთ, დისკვალიფიკაციით წააგებს მასვიდალის როლში მყოფი. არა, ხელით რო გააკეთოს იგივე ხა. რო გაიქცეს, ესე რო გაიქცეს. უკვე მომზადებული ხელით და ბოლოში რო გააყოს. რომ მორჩეს ეგრევე. ეგრევე დავთავრდა. იქიდან რომ ბავშვი რეკავს, რომ ან ნათლია ჩემს ან მამა ჩემს რა ვგენი. ოკეი. ალექსანდრე სუდღეში არის. მოკლედ, რატომაც აჭიანურებენ გამოსვლას, მაგრამ მე აქენა ხედავ უკვე რომ ყველაფერი მე მგონია რომ ისეც ივა რომ შეიძლება არ გამოვიდე. ოკეი. ცოტა ქარია და ჩვენი არბიტრი საგერ არის რომ გამოვაჩინოთ ჩვენი მსაჯი. მეჯვარეა ბოლო გიორგი კალატოზი, გიორგი გუნდიშვილის და შვილის ნათლია. მაგრამ დღეს დანდობა არ იქნებაო როგორც კალამ აღნიშნავს ყატაშორის თუ ამინდით ვიმსჯელებთ კალას იმედი ჰქონდა რომ მე ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ კარგ ამინჩი გაგძუყნო და გუნდიშამ თქვა რომ ჩემთვის სულ ერთია როგორ ამინჩი გცემო ამინდით თუ ვიმსჯელებთ გუნდიშას ამინდი არის იმიტომ რომ კარგი ამინდი არა კარგი ამინდი ნახოთ არა გამოდიან მაყურებლები ნელ-ნელა იკრიბებიან აგერ დონალდ ტრამპიც მოსულია უკვე დაჯდა დაიკავა თავისი ადგილი აქვე დანა ვაიტი ხელა სიგიჟი არის სანამ გამოდიან დონალდ ტრამპი რო ნორიოში ჩამოვიდა ხო ამ ბრძოლის რო არ უნდა გამოტოვოს ხო არა და შეეძლო სტრიმზე ეყურებინა როგორც მაგალითად ბევრი უყურებს მაგრამ ის და მისტერ ბისტი ერთად ჩამოვიდნენ და აპირებდა სხვათა შორის ილონ მასკიც როგორც ვიცით მაგრამ დაიკარგავს რაღაც გარდაბნისკენ გადაუხვიაო და შეიძლება მოვიდეს რა მოასწროს და იმედია თავიდანვე არ მორჩება ბრძოლა და ჩამოასწრებს ისიც ჩამოსვლას. მასალზე გიორგი გუნდიშვილი ცოტნე მისი კუთხიდან, მაგრამ ძიმე წონოსანთა კუთხეა როგორც ხედავთ. ცოტნე ბიჭი ივანიშვილი და გიორგი გუნდიშვილი. მოდი ესე ვთქვათ, გიორგი გუნდიშვილი ამ უფრო პროფესიონალურად რომ მივუდგეთ კიდე უფრო მეტად შეთანხმებულ წონაში 115 კილოგრამზე არიან შეთანხმებულები, 120 კილო არის მძიმე, მაგრამ შეთანხმებული 115 თქვეს და ვიცით რომ 115 ლიმიტში ნაშასე გიორგი გუნდიშვილი ბულდოზერ გუნდიშვილი როგორც შემატყობინეს ბულდოზერ გუნდიშვილი 0-0-ზე რეკორდი მასზე მინზე ხოხი არ დაუდგამს რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და საჭიროა გამოიყურებოდა ეს კონფერენცია დარიგებებს აძლევს ბიჭი ივანეს თავაცუდა გვიანია დარიგებებისთვის აქამდე ყველაფერი ავტომატიზირებული უნდა ხონდეს. ზოლის წინ დარიგების განსაკუთრებული არ არის. როგორ წაიღოს პირველ რაუნდში? ოი და ბულდოზერ გუნდიშვილი და ეს წარმოგიდგენია, მაგრამ კაი იყოს მეოთხე. არ გაუხსნა რა. საჭველი იყო რომ ხელთათმანები უკვე ეთებოდა, მაგრამ კარგი იყოს. კრივიც არ გიყურებია შენი კარგის რაკი მოუთხანო? უთხრა გაისმა გუნდიშვილის კუთხიდან შეამკო ასე თავისი მწვრთნელი ცოტნე გოჩოლეიშვილი მწვრთნელის დამხმარე ბიჭი ივანიშვილი აგერ ეხმარება ასე რომ ხოთათმანების
ჩაცმაში. რა იყო? არა. ამაკევიო. რას უშლის ასკევი ვერ გავიგე. მე რა რო ვიღეჭები? გადაგდე. გადაყვალო. ვсё. სად არის უკვე? კი ბატონო. კი ბატონო. თა ისიც უნდა, შლემიც უნდა. შლემი დაავიწყდა გუნდიშას. არ უნდა. არ უნდა. უეჭველი უნდა შლემი. ამოვიდა კნავს. წავა. შენ იმის გუნდში ცხარ შეჭემა თუ? შენ იქაც ხარ? ახალეთ ბაუ, რამდენი საქმე რინგია აწყვეტა. ეს პირველი რაუნდი მეორე. გროს ვინ ინიშნავს? და ხედავთ გიორგი კალატოს ელ დიქტატორ იმისი მეცახელი დიქტატორი ასევე 0-0-ზე რეკორდით ასევე ფეხი არ დაუდგამს რინგზე გახედა მეტოქეს სამი ადამიანი ყავს როგორც ხედავთ გუნდში გიორგი კალატოს განსხვავებული გუნდისიდან უმოხოს ორი წელი ყავდა თუმცა ეხი მეყავს მეტიო გუნდიშვილი ამბობდა ისიც რა არ მიმოშო წონის ამბავში მაინც უპირატესობა გიორგი გუნდიშვილის ხარესა პირველი მსხვერპლი ვნახეთ ამასობაში ჩვენი ბრძოლის ეს მსხვერპლი არის გიორგი კალატოზის ტელეფონი 1-0 გუნდიშა წინ გაიჭრა გიორგი კალატოზმა თავის ტელეფონი უკვე გატეხა ნახოთ მეტოქეს გატეხავს თუ არა როგორც დავგეგმეს რა საინტერესოა რა საპირებენ საინტერესოა რა დაგეგმეს წერანთან ბრძოლის წინ 2 წუთის ადრე ხო სპონსორები თქვა ყველა ეხლა? ოკეი. ეს გაიგო ალბათ ხალხმა ახლა შუაში. კი ბატონო, ამასობაში სამ ბრძოლა დაიწყება შეგახსენებთ რომ ბრძოლის წარმომადგენელი და სპონსორები არიან ბეტსონ სპორტი, TBC, TBC დაზღვევა, რომელიც დაჭირდება ორივეს ჩემი აზრით ამ ბრძოლის მერე. ყველაზე მეტად ალბათ სწორედ TBC დაზღვევა იქნება საჭირო ბრძოლის მერე. ისევ როგორც ალბათ დაჭირდება 5-0 თავისი დარდის გასაქაროებლად, 5-0 და ბარემ სადაც ლუდი ჭირდება დარდის გასაქაროებლად, იქვე ჩიფსი ლუდისაც დაჭირდებათ იმისთვის რომ ლუდს მიაყოლონ დარდის გაქაროების პროცესში. მე ვიტყოდი რომ ესე კარგად რომ გამოვაცხადე სპონსორები ხელფასის მომატებას ვიტყო. წითელ კუთხეში 100 არის დროის ლოჯისტიკის მენეჯერი. წონაში ამდენი ბრძანდებით თქვენ ორი წუთი გავუშვი ეგრევე. ეხლა თუ რომელიღაც გაითიშა გააჩერე, დაინახა რომ 10 წელს დავიწყებ შეჭო. თუ დუჟი გადმოსდის რომელიღაცას რავი გააჩერე და სასწრაფო გამოიძახე. ანუ მეგობრებო ვერ წავს, პრინციპი რომ დრო წავიდეს დავაროდო. კი ბატონო. მე ბრძოლებო. ხო მოხდა არ დაუწე. ხო მაყურებლებს უთხრათ რომ ჩვენ სტრიმს ვერ ხედავთ შესაბამისად ტაიმერის ამბავში კი ბატონო დამოკიდებულები ვართ რასაც გვეტყვიან იმაზე თქვენ და კარგად გიყავთ ხო დადებული ზემოდან რაღაც კაი კალა არის ვენომის გახურდით ვენომის ხელთათმანებით ვენომის